და ძალიან თამამად ვამბობ ხოლმე, რომ Mate Motors და ბატონგელა ბარგალაიას კონკურენტი ფიზიკურად არ ყავს თქო. ძალიან დიდი სანაცნობო წრე მყავს. მათ შორის შეიძლება ჩაითვალონ ბატონგელას წყალებში კონკურენტებიც, რომლებიც ცდილობენ მისი კომპანიის კონკურენციას, თუმცა მხოლოდ ცდილობენ და ყოველთვის მხავენ ხოლმე პასუხს და ახსნა განმარტებას თუ რაში გამოიხატება ჩემი სიტყვები, რომ Mate Motors კონკურენტი ფიზიკურად არ ყავს. ნებისმიერი კომპანია იწყება დამფუძნებლიდან, ხომ? და ამ შემთხვევაში ბატონგელა არის Mate Motors-ის სახე და რაც მთავარია, ბატონგელა არის ნამდვილი ლიდერი. ეხლა რას ნიშნავს ნამდვილი ლიდერი? მარტინ ლუთერ კინგი ამბობს, რომ ნამდვილი ლიდერი არის ადამიანი, რომელიც იღებს ხალხისგან არათუ სარგებელს, არამედ ხალხს აქეთ აძლევს სარგებელს. და ჩვენ ყოველდღიურად ვხედავთ, რომ ბატონგელა აქტიურად და თამამად არის ჩართული სხვადასხვა პროექტებში, რაც თუნდაც დღევანდელი საღამო, ხომ? ახალგაზრდული სტუდენტური პარლამენტი, რაც მოიაზრებს თქვენს ხელშეწყობას, თქვენი განვითარებისათვის გადადგმული ძალიან დიდი ნაბიჯი არის და თამამად შემიძლია ვთქვა, რომ არა ნაბიჯი, აღნიშნული არის კოპერნიკის ნახტომი, ხომ? ძალიან მარტივად რომ ვთქვათ, და ნამდვილი ლიდერი ნიშნავს იმას, რომ ადამიანი, რომელიც არის მეთაური, მეგობარი, პირველ რიგში, ყველაფრის გამზიარებელი მისი კომპანიის თანამშრომლებისათვის. ბატონგელას დამოკიდებულება მისი თანამშრომლებისათვის ვიცით, შიდა წრე ბევრად კარგად იცის. აღნიშნული ყოველდღიურად თუ არა, ყოველკვირეულად მაინც სოციალური ქსელებით თქვენთვის ცნობილი ხდება, თუ როგორი მეგობრული, როგორი პოზიტიური ხელმძღვანელი არის. უყვარს ეს რიგიც, რა თქმა უნდა, როგორც ნამდვილ ლიდერს, მაგრამ ბატონგელა პირველ რიგში ყველა თანამშრომელს, ყველა ახალგაზრდას, ყველა იდეებით სავსე ადამიანს, ჭკვიანური იდეებით სავსე ადამიანს აძლევს გზას და აძლევს შესაძლებლობას, რომ განვითარდეს და ყოველდღე იყოს იმაზე უკეთესი, ვიდრე ერთი დღით ადრე იყო. ასე რომ ბატონგელას, როგორც ნამდვილ ლიდერს გაუმარჯოს, ხომ? და ბატონგელა თქვენი მაგალითით დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოში სხვადასხვა ბევრი კომპანიის, ლიდერი კომპანიის მეთაურები, დამფუძნებლები ყოველდღიურად ვიცი რომ ცდილობენ, რომ მოგბაძონ, განვითარდნენ, მაგრამ გონია რომ ვერ დაგეწევიან. გაუმარჯოს, ხომ? გაივა. დიდი მადლობა.